დღეს ვისაუბრებთ გადაცემის პირველ ბლოკში დეპოზიტების დაზღვევის კომპონენტზე. მოგეხსენებათ რეფორმირების ნაწილი და ეს საკითხი ზოგადად არის ძალიან აქტუალური. პრეისტორიას მე ცოტა მოგვიანებით მოვყვები, მაგრამ ეხლა თვითონ საკანონმდებლო აქტის და რეფორმის და ძირითადი მიმართულების კონცეფცია გამოიყურება შემდეგნაირად, რომ დაზღვეული დეპოზიტების ზღვარი 50,000 ლარამდე იზრდება. ჯამში რა მოცულობის დეპოზიტების ნაწილი იქნება დაზღვეული, ერთიანი კონცეპტუალური მონახაზი, ძალიან საინტერესო, ძალიან აქტუალური თემა, რომელიც დარწმუნებულება ჩვენს მრავალრიცხოვან აუდიტორიას დაინტერესებს, რა თქმა უნდა და ბატონ ლევან თოდუასთან ერთად დღეს მიმოვიხილავთ საკითხის კონცეპტუალურ ასპექტებს, ბატონ ლევანი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი გახლავთ და მასთან ერთად აი ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს რეფორმირების ნაწილში დეტალურად უკვე დილის ეთერში მიმოვიხილავთ. ძალიან საინტერესო საუბარი გელით წინ. ბატონ ლევან, დილამშვიდობის. ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად და მადლობა, რომ მზად ხართ გაუზიაროთ დეტალური ინფორმაცია ჩვენს მრავალრიცხოვან აუდიტორიას. უპირველეს ყოვლისა, დავიწყოთ ამ შემთხვევაში საუბარი ძირითად კომპონენტებზე, 50,000 ლარიან ზღვარზე და ჯამში აი დღეს რო შევხედოთ, აი რა მოცულობის დეპოზიტები არის ჯამში დაზღვეული, რა რაოდენობაზე არის საუბარი, როგორ მიდის რეფორმის ნაწილი. პრეისტორია თქო, მე შეგნებულად ვახსენე 2014 წელს ჯერ კიდე აბრეშუმის გზის ფორუმზე ჩაეყარა ამ ინიციატივას საფუძველი. მე ძალიან კარგად მახსოვს. მაშინ ამ თემას ძალიან კარგად ვაშუქებდით და შესაბამისად ერთ-ერთი მთავარი რეგლამენტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ზუსტად იყო აი ეს კომპონენტი, რაზეც დღეს ახლა გვიწევს საუბარი და მიხარია რომ უკვე გარკვეულ ციფრებზე, სტატისტიკაზე, შედეგებზე გვაქვს უკვე საუბარი. ბატონ ლევან, უპირველეს ყოვლისა, აი დავიწყოთ რეფორმის ძირითად ქვაკუთხედებზე საუბარი და შემდეგ უკვე განვავრცოთ საკითხი კონცეპტუალურად. კი ბატონო, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა რომ მოგვიწვიეთ გადაცემაში, სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა ყოველთვის. კი ბატონო, დავიწყოთ. კი, რეფორმა, პრინციპში რეფორმაზე აქტიური მუშაობა უკვე 2017-ში უკვე აქტიურ ფაზაში იყო, 2018-დან უკვე ეს სისტემა პრინციპში გაეშვა და წარმატებით ვართმევთ თავს ამ საკითხს. რაც შეეხება რა ნაწილი არის უკვე დაზღვეული, მინდა გითხრათ რომ დეპოზიტები, ამას ყოველთვის აღვნიშნოთ რომ სტატისტიკას თუ გადავხედოთ, აი ჩვენ 2018 წლიდან ჩვენი სამსახური აწარმოებს უკვე ამ სტატისტიკას, რა თქმა უნდა მანამდეც არის მონაცემები, მაგრამ მე 2018-დან შევეხები, 2018-ს თუ ავიღებთ 24 მილიარდამდე იყო სულ ჩვენი მთლიანად დეპოზიტები სრულად. დღეს 70 მილიარდია, საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს. საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. მაშინაც თუ მაშინ პატარა თანხით დავიწყეთ 5,000 ლარი იყო, ესე იგი პირველ ეტაპზე სადაზღვეო ზღვარი, შემდეგ 15, 30, ახლა უკვე 50-ია. მომავალში კიდევ გაიზრდება, რა თქმა უნდა, და ჩვენ წავყვებით, ესე იგი ეკონომიკურ ზრდას გავითვალისწინებთ დეპოზიტების ზრდას და თუ შემდგომში გვექნება ამის საშუალება, რა თქმა უნდა, გავზრდით კიდევ. აი თუ ევროპის მაჩვენებელს ავიღებთ, იქ არის 100,000 ევრო. ნუ იქაური ეკვივალენტიდან გამომდინარე ხა. ნუ ამერიკის შეერთებულ შტატებში 200,000 ამერიკული დოლარი არის, კი ბატონო. რაც შეეხება ხა რა ნაწილი არის დაზღვეული და თანხებში როგორ გამოიყურება ეს დღეისათვის თუ 30,000-იანი ზღვარს ავიღებთ, ნუ დღეიდან უკვე 50,000 ლარი არის. ეს არ არის საფპირველო აპრილო-ხორვატია. ეს უკვე რეალური ჭეშმარიტებაა. კი ბატონო, 50,000 ლარი უკვე დღეიდან არის ძალაში, უფრო დაცულები არიან ჩვენი დეპოზიტორები. ესე იგი 12 მილიარდი ლარი არის დღესდღეობით, ესე იგი დაზღვეული. უკვე ამ ზღვრის გავლენას თუ გავითვალისწინებთ, წლის ბოლოსთვის ველოდებით რომ იქნება უკვე 15 მილიარდი ლარი დაზღვეული 2026 წლის განმავლობაში. რაც არ არის პატარა თანხა, ესე იგი 30,000 ლარის ზღვარს თუ ავიღებთ, იყო სადღაც 17% სრული დეპოზიტებისა და დაზღვეული დეპოზიტების წილი სრულ დეპოზიტებში, 50,000 ლარის შემთხვევაში 21-22%-ზე ავალთ, რაც არ არის ნამდვილად პატარა თანხა და საკმაოდ ესეთი დიდი მოცულობა იქნება დაზღვეული. თან თუ ამას ჩავშლით ფიზიკურ, ჩვენ ხო როგორც ვაზღვევთ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე იურიდიულ პირებსაც. თუ აი ამ კომპონენტ ესე ჩავშლით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ფიზიკური პირების წილი გაცილებით დიდი არის.
27%-მდე არის ფიზიკური პირების, ესე იგი, დეპოზიტები. და იურიდიული პირების წილი დაახლოებით რამდენია? იურიდიული პირების ეხლა იყო სადღაც 3%-ის პარგლებში, ეხლა ცოტა გაიზრდება 40%. ცოტა გაიზრდება. სხვათა შორის აი მე რა მიხარ, მადლობა ბატონ ლევან, ძალიან საინტერესო წინასიტყვაობისთვის. მე მიხარია ის, რომ აი დეპოზიტების მზარდი მაჩვენებელი რეალურად, ანუ კულტურა რეალურად, მათ შორის დანაზოგების ნაწილში, ბანკებთან ურთიერთობის ნაწილში ძალიან იზრდება და როგორც ფიზიკური პირები, ასევე იურიდიული პირები ძალიან კარგად აცნობიერებენ ამ შემთხვევაში, თუნდაც უფლებრივ პარიტეტსაც და ამას ეხება ჩემი შემდეგი კითხვა. მე მაინტერესებს, აი რა უნდა იცოდეს, მოდი ფიზიკური პირებით დავიწყოთ, იმიტომ რომ იურიდიული pirები ხა თან მით უმეტეს დეპოზიტების ნაწილში ძალიან კარგად არიან გათვითცნობიერებული და ახლა კომპანიებს აქვთ ხა ყველანაირი წვდომა მათ შორის ინფორმაციებზეც, თუმცა ესეც უნდა გავაჟღეროთ აუცილებლად, რომ რეალურად ჩვენ საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, რა უნდა ვიცოდეთ დეპოზიტების დაზღვევის კომპონენტში. შესაბამისად, მოდით თქვენი ნებართვით გამოვიდეთ ფიზიკური პირებიდან ჯერ ამ ეტაპზე, პირველ ეტაპზე უბრალოდ და რა არის ამ შემთხვევაში დაზღვევის უფლებრივი პარიტეტი საბანკო სექტორთან ურთიერთობაში. ანუ რას ნიშნავს ამ შემთხვევაში? აი ძალიან მარტივად რო აუხსნათ ჩვენს თანამემამულეებს, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში აი დეპოზიტის დაზღვევა რისკების კოეფიციენტის პრიზმაში, პოზიტიური მაკროეკონომიკური პარამეტრების პრიზმაში, საპროცენტო სარგოს პრიზმაშიც, იმიტომ რომ საბანკო სექტორიც ამ შემთხვევაში აი მე რატო ვახსენე 2014 წელი. და აქვე მინდა რომ კიდე ერთ სიმშვიდე შემოვიტანო ჩვენ საზოგადოებაში 2014 წელს, როდესაც აი აბრეშუმის გზის ფორუმზე, ერთ-ერთ ფორუმზე, მაშინ იბიარდის რეგიონულმა წარმომადგენელმა, სხვათა შორის ბატონმა ბრუნო ბალვანერამ გააჟღერა პირველად ეს ინიციატივა. მაშინ მოყვა ცოტა ესეთი სკეპტიციზმი, რომ საბანკო სექტორი დღეს ყველაზე სტაბილური ეკოსისტემა. რაში გვჭირდება დაზღვევის მექანიზმების შემოტანა, ხო? იყო ლოგიკური და სამართლიანი ეს კითხვა, მაგრამ ეხლა ჩვენ თუ მივყვებით სტანდარტს, ხო? ეხლა ნებისმიერ სტანდარტს ჭირდება თავისი ინშურენსი, როგორც იყვიან, გადაზღვა ფინანსური. აქედან გამომდინარე, საჭიროა დღეს დაზღვა. ამიტომაც აი მე მაინტერესებს ბატონო ლევან, აი რა უნდა იცოდეს ჩვენმა მოქალაქემ დაზღვევის ნაწილში? კი ბატონო, დეტალურად ყველაფერს შევეხოთ ახლა რას თქვენ ახსენეთ. პირველ რიგში ბოლოდან დავიწყებ, ხა თქვენ ახსენეთ, რომ საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და ძლიერია. ზუსტად ამ დროს უნდა მოხდეს აი ამ სისტემის გაძლიერება. ზუსტად ამ დროს, იმიტომ რომ როდესაც ჯანსაღი არის სექტორი, მაშინ არის შესაძლებელი რომ ეს სისტემა ჩამოყალიბდეს, მოხდეს ფონდის გაზრდა, მოხდეს სისტემის მდგრადობის გამოცდა და სისტემის გამართვა. იმიტომ რომ ტურბულენტობის დროს დაზღვევა და ვერ გაძლიერდება უბრალოდ. ამიტომ ზუსტად აი ეს დრო არის და კარგია რომ საბანკო სექტორი აგრძელებს ისე მუშაობას რომ არის მდგრადი და ჩვენს გვეძლევა საშუალება რომ ჩვენს განვითარდეთ და ეს სისტემა იყოს ძლიერი და ძალიან კარგია თუ არ დაგჭირდება სამედიცინო დაზღვევაც ანალოგიურია, ხო ძალიან კარგია თუ ჯანმრთელები ვართ, მაგას რა ჯობია, თუ არასდროს არ დაგჭირდება ექიმთან მისვლა, ესეც ძალიან კარგია, მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჯანმრთელობის დაზღვევაზე არ უნდა ვიზრუნოთ. ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ, იმიტომ არ ვიცით ხვალ რა იქნება, ზეგ რა იქნება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და მოსახლეობაც შვიდად უნდა იყოს ამ კუთხით. კარგად ახსენეთ თქვენ რომ ბიზნესი ასე თუ ისე გათვითცნობიერებულია, ჩვენ ყოველთვის აქცენტს მოქალაქეებზე ვაკეთებთ ხოლმე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის რომ მათთვის გასაგებ ენაზე მივაწოდოთ ზუსტად აი რას ნიშნავს ეს დეპოზიტების დაზღვევა და რა სარგებელი მოაქვთ მათთვის. ჩვენ როცა თქვენ დანაზოგები ახსენეთ, მაგრამ ეს მარტო დანაზოგებს არ ეხება. ჩვენ როცა დეპოზიტებზე ვსაუბრობთ და დეპოზიტორს ვახსენებთ, ამ დეპოზიტორი ნიშნავს ჩვენი გაგები, ჩვენი გადმოსახედიდან, ჩვენი დეფინიციიდან ნებისმიერ პირს, ეს იურიდიული იქნება თუ ფიზიკური პირი, ვისაც კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში აქვს ანგარიში და ამ ანგარიშზე აქვს რაღაცა გარკვეული თანხა. ყველა არის დაზღვეული, ეს არ არის მაგალითად რაღაც კონკრეტული საბანკო პროდუქტი დაზღვეული. ნებისმიერი თანხა, აი ჩვენ სახელფასო ანგარიშიც ხომ გვაქვს, ხო გვერიცხება რაღაც გარკვეული ხელფასი, ხო? რაღაცა გარკვეული პერიოდი ხო გვიდევს ამ ანგარიშზე თანხა. აი ის თანხაც კი დაზღვეული არის. მათ შორის აი პენსიონერსო პენსია ჩაირიცხება და რაღაც გარკვეული პერიოდი ხო უდევს რაღაც ანგარიშზე, რაღაც დადებითი ბალანსი არის. აი ის თანხაც დაზღვეულია. ნებისმიერი თანხა, რომელიც კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში ანგარიშებზე არის განთავსებული, ეს იქნება ფიზიკური პირის თუ იურიდიული პირის არ აქვს მნიშვნელობა. ყველა არის დაზღვეული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე უნდა აღნიშნო, რომ ეს ხდება ავტომატურად, ამას სისტემა და კანონმდებლობა აგვარებს ავტომატურად, აქ არ ჭირდება თქვა სადმე მისვლა პიროვნების მიერ, რამეზე ხელის მოწერა, რაღაცა თქვა სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლა, ან რამე საფასურის გადახდა და ასე შემდეგ. ყველანაირი პროცედურებსა და ყველანაირი ხარჯის გარეშე ხდება
მიაღწია 50000 ლარიან ზღვარს, ის ავტომატურად ხდება ბენეფიციარი აღნიშნული პროგრამის. არა აქვს მნიშვნელობა მიაღწია თუ არა. მანამდე შეიძლება ანუ ლარიც კი და 1 ლარიც კი დაზღვეული. უბრალოდ ზღვარი არის 50000 ლარი. ანუ 50000 ლარამდე ანაზღაურებს თქვა თუ მოხდა ისე რომ რომელიმე ბანკს ან მიკრობანკს შეექმნა რაღაცა პრობლემა და შეიძლება პრობლემაც არა ისე მოხდა ლიკვიდაცია ხო რომ ბანკის იქ არსებული თანხები სანაზღაურება ესე იგი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ყიციერად ხდება, ანუ დადგენილი დრო არის 20 დღე არის, ესე იგი კანონმდებლობით გათვალისწინებული 20 დღეში უნდა ავანაზღაუროთ ჩვენ მაქსიმუმ მომართვიანობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, 20 დღეში ესე იგი უნდა ავანაზღაუროთ ეს თანხები, არა აქვს მნიშვნელობა რა მოცულობის თანხა უდეს ანგარიშზე, 1 ლარიც არის დაზღვეული, უბრალოდ ზედაზღვარი არის 50000 ლარი. კი ბატონო. მანამდე ნებისმიერ. ბატონო ლევან, აი მადლობა ძალიან კარგი დეფინიციისთვის. კიდე ერთი კითხვა მექნება ამ შემთხვევაში, აი მოდი ძალიან ნეგატიური სცენარიდან გამოვიდეთ. დილას ახლა შეიძლება ნეგატიურ პრიზმაში საუბარი არ უხდება, მაგრამ მოდი ჩვენ მაინც შემოვიტანოთ გარკვეული ნეგატიური პრიზმა. როდესაც აი ამ შემთხვევაში არსებობს აი ორი ტიპის მიმართულება, ხო? აი დაგროვებითი, ვადიანი და ცალკე კომერციული, უკვე იურიდიული პირებისთვის, ხო? ანუ ამ შემთხვევაში აი როდესაც ადამიანი აკეთებს დანაზოგს, მას აქვს ყოველთვიურად ამ წლის ბოლოს გარკვეული პროცენტული სარგო, ეს პროცენტი დენომინირებული არის თითოეული ფინანსური ინსტიტუციის მიერ ეროვნული ბანკის დასტურის შესაბამისად და ასე შემდეგ. ანუ სტანდარტი ჩარჩო არის ანალოგიური. ხო, აი, საიდან გამოდის და აი რა რისკები არის დათვლილი? აი, პარალელს გავავლებ თქვენი ნებართვით, აი, როდესაც მაგალითად არის ავტოდაზღვევა, შეიძლება ცოტა ცუდი პარალელი არის, მაგრამ დაუმარცხლოთ მაგურებელს, რომ კარგად იყოს გასაგები. ხო, აი, არსებობს ავტოდაზღვევა. არსებობს აგრო სამეურნეო დაზღვევა. პირობითად, სადაც არსებობს დეფინიციები, რომ აი, სეტყვის შემთხვევაში სადაზღვეო სისტემა ანაზღაურებს ამას. პირობითად ჯვარწერია ყველას ავარიის შემთხვევაში, აი პირობითად ამ ზიანს ანაზღაურებს, აი ჩვენ ფინანსურად რა რისკების მოზაიკას ვხედავთ და რას ვანაზღაურებთ, რა არის განსაზღვრული დაზღვევის პარიტეტად. კი ბატონო, ესე იგი ნებისმიერი დადებითი ბალანსი, ნებისმიერი სახის ანგარიშზე, ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის შემთხვევაში, თუ ბანკი წავა ლიკვიდაციაზე, ანუ ტრიგერი არის ბანკის ლიკვიდაცია ამ შემთხვევაში, ესე იგი თუ ბანკი მიდის ლიკვიდაციაზე, ირთვება უკვე დაზღვევის მექანიზმი. სხვა შემთხვევაში არაფერი. ეს არ არის თქვა ფროდების დაზღვევა, ეს არ არის თქვა რაღაცა მახინაციების კუთხით არის ხოლმე ასეთი დაზღვევა არა. მხოლოდ სისტემა ირთვება მაშინ, თუ ხდება ბანკის ლიკვიდაცია. აი მაშინ ვერთვებით დღევანდელი მანდატით ესე არის ჩვენი მანდატია. ბანკი და მიდის ლიკვიდაციაზე, ჩვენ ავტომატურად ვერთვებით და 50000 ლარამდე ვანაზღაურებთ ნებისმიერ თანხას, ნებისმიერ ანგარიშზე. იქ ახდება არაფრის შეფასება, ეხლა თანხა არის, თანხა ესე იგი დეპოზიტები დაზღვეულია ყველა ვალუტაში, ჩვენ კი ლარში ვაკეთებთ ანაზღაურებას. ანუ მაგრამ ყველა ვალუტა არის დაზღვეული, ლარი, ევრო, მეკითხა, სხვათა შორის დამასწარეთ ეხლა. ნებისმიერი კი პროპორციულად ხდება ესე იგი ამ თანხების ანგარიშებიდან დათვლა და ესე იგი შესაბამისად რა ვალუტაშიც აქვს, ესე იგი იმის მიხედვით ხდება იმ დღის კურსით ხდება და ანგარიშება, როცა ბანკი მიდის ლიკვიდაციაზე, იმ დღის კურსით ხდება დაფიქსირება, ესე იგი თანხისა, რა თანხა უნდა ანაზღაურდეს კონკრეტული დეპოზიტორის მიხედვით, ну ხდება შესაბამისი დათვლა, ეს არ არის რთული და ხდება უკვე მერე. ხო, აი ჩვენ სხვათა შორის ეხლა აი ცოტა ისეთი ნონსენსი არის რას გულისხმობ, იმიტომ რომ აი იმდენად სტაბილურ სისტემაზე გვაქვს საუბარი, იმდენად სტაბილურ სისტემაზე, რომ ცოტა რთულია ეხლა გამოსვლა. მე აი ბოლო წლებში ერთადერთი რაც მახსენდება, ეს არის ერთ-ერთი რუსული ბანკის არ დავასახელებ ეხლა რეკლამაში რო არ ჩაგვეთვალოს, მისი გასვლა ქართული ბაზრიდან და შესაბამისად ალბათ ამ პრიზმაში, თუმცა იქ სამართალ მემკვიდრის ნაწილზე იყო ძირითადად გადაბარება მოხდა მისი პორტფელების და აქტივების. ანუ ამ შემთხვევაში არ ამოქმედა ეს ნაწილი. ლიკვიდაცია არ მომხდარა. ლიკვიდაცია არ მომხდარა, შესაბამისად ჩვენ სისტემა არ ამოქმედა. ბატონო ლევან, ერთი კითხვა მაქვს კიდე თქვენი ნებართვით, ანუ ბანკები გასაგებია. ერთ ჩვენ საუბარი გვაქვს ყველაზე ჭარბ ლიკვიდურ სექტორზე, სადაც რისკების ნაწილი არის 110%-ით მინიმიზებული რეალურად, იმიტომ რომ არის პრაქტიკაში არ მომხდარა ესეთი რაღაც, აი ბოლო 20 წელი რო ავიღოთ, რეალურად საბანკო სექტორი არის ძალიან მძლავრი, მზარდი და ესეთი პარიტეტები არ არის, მაგრამ ჩვენ საზოგადოებას აინტერესებს სხვა ფინანსური მოზაიკებიც ამ შემთხვევაში, აი როგორც არის ალტერნატიული ფინანსური რესურსების წყაროები. ანუ რეალურად ვის პარიტეტს აზღვევთ თქვენი სააგენტო, ანუ რამდენად დივერსიფიცირებულია ეს ნაწილი და შესაბამისად, ანუ თქვენ ფარავთ რეალურად იმ რეგლამენტს, რაც არის
დენომინირებული ეროვნული ბანკის მხრიდან. ხო, ანუ აქ საუბარია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. მიკროსაფინანსო არა. არ არის მიკროსაფინანსოებზე საუბარი. მიკრობანკებზე საუბარი არის. მიკრობანკი არ კი, მხოლოდ მიკრობანკი და კომერციული ბანკი. აი ეს ორი სუბიექტი. კი ბატონო, ანუ ეს არის რეალურად ეროვნული ბანკის მანდატით დენომინირებული კომპონენტი, რასაც თქვენ აკეთებთ საბოლოო ჯამში. კი ბატონო, და აი ჩვენი საუბრის ბოლოს აი კიდევ ერთხელ აი ძალიან საინტერესო ინფორმატიული დიალოგი გამოგვივიდა. მართლა და მადლობა, გულწრფელი მადლობა თქვენ ამისთვის და გავაკეთოთ მოკლე რეზიუმე, რა უნდა იცოდეს ჩვენმა მომხმარებელმა, აი დეტალურ დონეზე, ერთი და მეორე. ძალიან დაგვეჩაგრა იურიდიული პირების ნაწილი და ამ ნაწილში გასაგებია 3% არის, მაგრამ 3%-ით მარჟებში საკმაოდ დიდი მაჩვენებელი არის. ამ შემთხვევაში, ამიტომ აი ძალიან მოკლედ რო გითხრათ, ის ნიუანსები, მათ შორის იურიდიულმა პირებმაც რა უნდა გაითვალისწინონ დეპოზიტების დაზღვევის კომპონენტში. ამ შემთხვევაში მიდგომა ერთი და იგივე არის, ზუსტად იურიდიული პირი იქნება თუ ფიზიკური პირი, უბრალოდ ჩვენ ხა ფიზიკურ პირებს ესე იგი ვესაუბრებით ხოლმე ეთერიდან, რომ მათთვის უფრო გასაგები იყოს და მათთვის უფრო ახსნად იყოს, იმიტომ რომ ფიზიკური პირები დეპოზიტორების კუთხით რაოდენობრივად უფრო მოცულობითი არის, რაოდენობრივად უფრო ბევრია, ვიდრე იურიდიული პირია, თუმცა თანხობრივად დაახლოებით ერთი და იგივე არის. ეხლა თუ 70 მილიარდს ავიღებთ, 36 მილიარდი არის ფიზიკური პირების და სადღაც 33 მილიარდი არის იურიდიული პირების. ოდნავ მეტი არის ფიზიკური, თუმცა რაოდენობრივ თვალსაზრისით ფიზიკური პირები, რა თქმა უნდა, დეპოზიტორების კუთხით უფრო ბევრნი არიან. და უფრო ნაკლებად გათვითცნობიერებული აი ასეთ ფინანსურ საკითხებში, ამიტომ მათთან გვაქვს ხოლმე აქცენტი, რომ ეთერიდან მათ ვესაუბრებით. თუმცა იგივე არის ანალოგიურად, ზუსტად იგივე, უნდა იცოდნენ რა, რომ მათი დეპოზიტები არის დაზღვეული, რა თქმა უნდა, ზღვის ფარგლებში, თუ იმედია არ გაგრძელდება ისე როგორც აქამდე მოდიოდი და ჩვენი საბანკო სისტემა იქნება მყარი და არ დაგჭირდება, რა თქმა უნდა, ამ სისტემით ამოქმედება, ის იქნება ყველასთვის ძალიან კარგი, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ რომელიმე კომერციულ ბანკს შეიძლება პრობლემები საერთოდ არ შეექმნას და ისე მოხდეს ლიკვიდაცია, არ ვიცი. თავარია ჩვენ ვერთობით მაშინ თუ ლიკვიდაცია ხდება. როგორც კი მოხდება რომელიმე ბანკის ლიკვიდაცია, იქ არსებული ანგარიშები არის დაზღვეული. ეს იქნება ფიზიკური პირების თუ იურიდიული პირების. მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, სად უნდა მივიდნენ, რომელ ბანკში უნდა მივიდნენ. და ისინი მარტივად მიაკითხავენ ჩვენ აგენტ ბანკს, ესე ქვია, ესე იგი ჩვენ ბანკ, რომელიც ჩვენ გვეხმარება, რომ ესე იგი გავცეთ ეს დაზღვეული თანხები, გამოაცხადებთ, სად უნდა მივიდნენ, მივლენ და მარტივად აიღებენ თავიანთ. ბატონო ლევან, აი მე მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ იმისთვის, რომ აი ძალიან კარგად შეკარით ის ველი და ვერტიკალი, რასაც ჩვენ აი წლების განმავლობაში აი ჩვენ პარტნიორთან, საქართველოს საბანკო ასოციაციასთან ერთად აი დეტალურად მე მინდა ახლა მოვიკითხო ბატონი ალექსანდრე ძნელაძე, ბატონი დავით რუსია, ყველა აბსოლუტურად ბანკების ასოციაციის პროფესიონალი გუნდი, რომელიც ჩვენთან ერთად მუდმივად არის დაკავებული იმით, რომ ჩვენ ავამაღლოთ ცნობიერებას საზოგადოებაში, ავამაღლოთ ბიზნესში და აი თქვენ დღეს დილით აი ძალიან კარგად შეკარით ეს ვერტიკალი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეთ ჩვენს მაყურებელს ამ კუთხით. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ძალიან ხშირად იქნებით და ამ და სხვა საინტერესო თემებზე დეტალურ ინფორმაციას მივაძლევთ კვლავ ჩვენ ძვირფას მაყურებელს. ბატონ ლევან თოდუა, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი, პასუხობდა გადაცემა დილის მონეტიზაციის კითხვებს.